მე მძულს ალგებრა. რა გიყვარს? საერთოდ არ უნდა სკოლაში სიარული, უბრალოდ სახლში დარჩენა უნდა. და რა პრობლემაა? სწავლა საჭიროა. უბრალოდ ჩვენი მასწავლებელი არ მომწონს. რატომ? და საერთოდ არ არის საინტერესო. და ვეთანხმები ლეოს, ვასილი პეტროვიჩი მოსაწყენია. თავარი ცოდნის მიცემა არის. ო, შენ არაფერი გესმის, ჯინი. დილა მშვიდობისა, ბავშვებო. დილა მშვიდობისა, შენ ვინ ხარ? ბატონი არჩი ვარ. ახალი ალგებრისა და გეომეტრიის მასწავლებელი. ახალი მასწავლებელი? და სად არის ვასილ პეტროვიჩი? დირექტორმა თქვა, რომ ის გონება ჩხლუნგობის ბოლო ეტაპზე იყო, ამიტომ გაათავისუფლეს. იეს, სამყარო მომისმინა. იეს, დასხედით. მოდით ერთმანეთი გავიცნოთ. თქვენ უკვე იცით, რომ მე ბატონი არჩი მქვია. მე ამელკა ვარ, ესენი კი ლეო და ჯინი არიან. დიახ, ეს არ დაგჭირდება. არაფერს დავწერთ და რატომ გაგიკვირდა? ვასილ პეტროვიჩთან ერთად გამოდმებით რაღაცას ვწერდით. სწავლისადმი ოდნავ განსხვავებული მიდგომა მაქვს. კარგი, კომფორტულად დასხედით. თუ საუზმის დრო არ გქონდათ, შეგიძლიათ რომ რამე ჭამოთ. და დავიწყოთ ჩვენი გაკვეთილი. წარმოიდგინეთ, რომ ხსნით ნადავლის ყუთს. და იშვიათ ჯილდოს იღებთ. ამის ალბათობა 1 ან 2%-ია. იცოდით, რომ რიცხვი 6174 ჯადოსნური რიცხვია? ეს იმიტომ არის, რომ რატომ? რადგან შემდეგ გაკვეთილზე გეტყვით. თქვენი დავალებაა მათემატიკური ამოცანის შედგენა. მას მთელ კლასთან ერთად ამოხსნით. გაკვეთილი მომეწონა. სხვათა შორის დღეს ალგებრის დამატებითი გაკვეთილი იქნება. მე წავალ. ვაუ, შენ არასდროს გივლია დამატებით ეს გაკვეთილებზე. მასწავლებელი ძალიან საინტერესოდ საუბრობს, როგორც თამაშებზე, ასევე საინტერესო ფაქტებზე. დიახ, ეს ვასილი პეტროვიჩი არ არის, ის ნიჩიერია, რადგან ლეოსაც კი მოუნდა სწავლა. თუ ის ასე მასწავლის, ეს შესანიშნავი მოსწავლე გავხდები. ვაუ, მიხარია ამის მოსპენა. და რა არის ეს? ალბათ ძველმა მასწავლებელმა დატოვა. გამარჯობა, დამატებითი გაკვეთილისთვის მოვედით. ყველანი სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, რომ ალგებრისა და გეომეტრიის სწავლა შეგიძლია მეტი გვიანბო თამაშებში მათემატიკის შესახებ? რა თქმა უნდა, თამაშები მათემატიკის შესწავლის შესანიშნავი და მაგალითია. ეს რა არის? ეს თქვენი ძველი მასწავლებლის ჩანაწერებია. ცოდნას გვიზიარებს და გვასწავლის თუ როგორ უნდა ვიყოთ მასწავლებლები. რატომ მკითხულობ ამას? მომწონს ახალი რაღაცეების სწავლა. ვასილი პეტროვიჩისგან სწავლა? ნუ მაცინებ. ვასილი პეტროვიჩი პატივცემული მასწავლებელია. სკოლაში 30 წელი მუშაობდა. ფიქრობ, რომ ბევრი რამის სწავლა შეუძლია. მისგან სწავლა არ გჭირდება. ისედაც კარგი მასწავლებელი. მადლობა კომპლიმენტისთვის, მაგრამ ყველას შეუძლია რაღაცის სწავლა. ჩვენს კი? რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, თქვენგანაც ბევრ რამეს ვისწავლი. ახლა დასხედით, დავიწყოთ გაკვეთილი. მოდით გამოვთვალოთ, თქვენს პერსონაჟს 2.5 სიცოცხლე აქვს. თქვენ კრიტიკული ზიანი მოგაყენეს -20%. რამდენი სიცოცხლე დარჩება თქვენს პერსონაჟს? ეს სერიოზული დარტყმაა. ფორმულა ვიცი? მოდი ეს პრობლემა გადავჭრათ. ოჩახთ ბავშვებო, თქვენს სამუშაოს შევამოწმებ და შედეგებს გეტყვით. მადლობა გაკვეთილისთვის. ხვალ გნახავთ, ბატონო არჩი. რა საინტერესო იყო? როგორც იქნა, ალგებრა, მთელი დღეა ველოდები. მეც, მასწავლებელს ჩვენი ნამუშევრების შემოწმება მოუწია. იმედი მაქვს, კარგი შეფასებები დაგვიწერა. შუადღე მშვიდობისა ყველას. მომთველად ველოდებით თქვენს გაკვეთილს. ჩვენი ნამუშევარი შეამოწმეთ? ბოდის გიხდით ბავშვებო, სიმართლე გითხრათ, გუშინ დრო არ მქონდა. გუშინ ახალი თამაში ვითამაშე. კარგი, ეს კარგი მიზეზია. მესმის შენი. როგორი თამაშია ეს? ტანკები. ტანკები? კი, ტანკი ონლაინი. მე ის გუშინ გადმოვწერე. თქვენი მასწავლებლის, ვასილი პეტროვიჩის რჩევით. კარგი, ტანკებით არ ითამაშო. რატომ? ფიქრობ, რომ მაგარი თამაშია. ეს პირველი ნაბიჯია. პირველი ნაბიჯი რისკენ? გონება ჩუნგად გადაგცევის. ეს ნამდვილად არ დაგემართება. ასეთი რამეები არ ხდება. ყოველ შემთხვევაში ჯობია Fortnite ან Minecraft ითამაშო. ნამდვილად არ მოგბეზდება. მადლობა რჩევისთვის. ახლა გახსენით დროულები და ამოხსენით 55 გვერდზე მოცემული ამოცანები. დამპირდი, რომ მაგიურ რიცხვზე გვიამბობდი. სხვა დროს.
მას ჩაეძინა. მეგონა რომ ის ჩვეულებრივი მასწავლებელი იყო. ის ნორმალური იყო. შეგიძლია რომ დამშვიდდე? ვცდილობ დავალების გაგებას. დავალება მასწავლებელმა უნდა ახსნას კი, მაგრამ სინავს პირველ დღეს ის ისეთი მაგარი იყო. მეორე დღეს კი მოდუნდა. ყველაფერი ჯერ არ არის დაკარგული. შეხედეთ მას. ცხადია რომ მთელი ღამე ტანკებს თამაშობდა. ისევე როგორც ვასილ პეტროვიჩი. უნდა გავაღვიძოთ ის? დაიძინოს მან. რა? სად ვარ? სკოლაში ხარ. ახლა ალგებრის გაკვეთილი გვაქვს. მართალია. შემიძლია კითხვა დაგისვათ? ვინ გაძლევს საუბრის უფლებას? სანამ ვილაპარაკებ, ხელი ასწიე. კარგი. ნუ გეწყინება, ეს სკოლის წესებია, მე არ გამომიგონია. ბოდიში. მითხარი, რისი თქმა გინდოდა? გუშინ დავალება მოგვეცი. შეამოწმებ? კარგი, მოდი შევამოწმოთ. ლეო, მოდი შენით დავიწყოთ. შემახსენეთ, რა დაგავალეთ? დავალებების შედგენა. გასაგებია, მიდი, ლეო. კარგი, ბაზარზე გაიყიდა 200 კილოგრამი მანგო და 10 კილოგრამი მოიცა. სად ნახე ბაზარში 200 კილოგრამი მანგო გაყიდულიყო? კარგი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მარტივად რომ თქვათ, ბაზარზე 200 კილოგრამი კარტოფილი იყოს, მაშინ კარტოფილი. კარგი. ღმერთო, შენ მთხრობელი ხარ. რაღაც მეოცნებე. ტანსაცმლის მაღაზია? ზოოპარკი? ბავშვებო, გაიღვიძეთ, თქვენ რეალურ სამყაროში ცხოვრობთ, დაივიწყე. თქვენ გთხოვეთ რომ კრეატიულები ყოფილიყავით. მე აღარ ვარ იგივე მასწავლებელი, რაც გუშინ ვიყავი. დაჯექი, ზარი მასწავლებლებისთვისაა, დაჯექი ადგილზე. კარგი, ჩაწერე დავალება, ისწავლე ფორმულები მე-60 გვერდზე. თუ ვინმე მათ არ ისწავლის, მაშინვე ულაპარაკო ორიანს მიიღებს, თავისუფლები ხართ. ეს რა იყო? თითქოს ის შეცვალეს. კარგი, გეუბნებით, ის ჩვენ გულთან მიახლოვებას ცდილობს. ლეო, მართალია, ასე ძალიან ვერ შეცვლიდა. ეს ვასილ პეტროვიჩს გავს, უბრალოდ უფრო ახალგაზრდას. რა მოხდება თუ მან და მისტერ არჩიმ სხეულები გაცვალეს? ამელკა, ეს სისულელეა. რატომ? კარგი, ჩვენ სახზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იცით რა? გოგოებო, ახლავე წავალ და გავიგებ. მასწავლებელთან მიდიხარ? წამოხვალთ ჩემთან ერთად? არა, აქ დაველოდები. სიმართლე ჩაწერა თავის წრეულში. ჩიფსები ნამდვილად გემრიელია. ბატონო არჩი, შეიძლება? ისე მე ახლა ვისვენებ რომ იცოდე. საქმე გაკვეთილებს არ ეხება. სერიოზული საუბარი მინდა თქვენთან. კარგი, მაშინ მითხარი. რა დაგემართათ? გონება ჩლუნგივით იქცევით. გონება ჩლუნგივით? რატომ? გუშინ მაგარი იყავი, მაგრამ დღეს ჩიფსებს ჭამ. ეს ცუდია. რა უნდა გავაკეთო აბა? მეგონა კარგი მასწავლებელი იყავი. სპორტ დარბაზში დადიოდი, მაგარ თამაშებს თამაშობდი და არა ტანკებს. სპორტი გიყვარს? კი. მე ამას შენ მოგცემ. ეს რა არის? სპორტ დარბაზის აბონემენტია. შეგეძლია იქ კიდევ 5 თვე იარო. რატომ მტოვებ სპორტს? მეტი დრო მჭირდება ტანკების სათამაშოდ და ტელევიზორის წინძილისთვის. სწორედ ეს არის უბედურება. ვფიქრობდი რომ თანამედროვე მასწავლებლობა მაგარი იყო, სანამ ამას არ წავიკითხავდი. მოიცა, ეს ვასილი პეტროვიჩის სრეულია? ვასილი პეტროვიჩი დიდი ადამიანია, მეც მინდა მისნაირი ვიყო. ვასილი პეტროვიჩი გონება ჩლუნგი იყო, მაგრამ ის კარგი მასწავლებელი იყო. თავად წაიკითხე. რა საინტერესოა? გინდა ჩიფსები? კი, მინდა. სად არის ლეო? იმედია ბატონმა არჩიმ არ მოკლა. იცი? მიხარია რომ ლეო ასე ღელავს მასწავლებელზე. მეც ეს ნიშნავს რომ მას სწავლა უყვარს. უბრალოდ შესაფერისი მასწავლებელი სჭირდება. ლეო, ბატონ არჩის ესაუბრე? გოგოებო, ყველაფერი რიგზია. არ წმუნდა რომ ჩვეულებრივი მასწავლებელი გახდეს? ის ისედაც მაგარი მასწავლებელია. ყველაფერი მოაგვარეთ. მიხარია ამის მოსმენა. კარგი, ხვალ ნახოთ როგორი მოქმედე მასზე. ხუთი წუთით ადრე არც ლეო არის და არც მასწავლებელი. ლეოს როგორც ყოველთვის ალბათ ჩაეძინა. რა სუნი არის ეს? მეც გრძნობ სუნს. ვინ შემოუშვა სკოლაში მაწანწალა? ჯინი, ეს მაწანწალა არ არის, ეს ბატონი არჩია. ვაუ, დილამშვიდობისა ბატონო არჩი.
რატომ იწყება გაკვეთილები ასე ადრე? კარგი, როგორც მოგეხსენება, დილას სწავლის საუკეთესო დროა. რა, ამელია? ბოდიშით, მაგრამ კლასში ცუდი სუნი დგას, ასე რომ, ბოდიში, ნაგავი სკოლაში მოიტანეთ? ო, ეს ჩემი სუნია. დაბანა სულ მოვიწყდება. სამწუხაროა. კარგი, როგორც კი ტანკებზე ვждები, დრო სწრაფად გადის. არაფრისთვის არ მრჩება დრო. ისე, სუნი ძალიან ძლიერია. კარგი, ტუალეტში წავალ. იღლიებს, ონკანის ქვეშ დავიბან. ანუ ლეოს ლექცია არაფრით დაგვეხმარა. გონი ბატონი არჩი გუში დელთან შედარებით კიდევ უფრო უთვინო გახდა. ეს აქამდე არასდროს მინახავს. როგორც წესი ისინი თანდათან ჭკვიანდებიან, მაგრამ აქ გეუბნები, რაღაც რიგზე არ არის. ლეო, მოვა და ამაზე ვისაუბროთ. იმედია ფორმულები ისწავლეთ, ხო? მე ისინი ისედაც ვიცოდი. იცი ისინი? არ გინდა რომ ტესტი დაწერო და ქულა მიიღო? ასე ჭკვიანი ნუ იქნები. როგორც ჩანს დღეს ყველა არ მოვიდა გაკვეთილზე. ხო, არ დაუწერო, არა. იქნებ მოვიდეს. ლეო, რას ჭირს? იქნებ სკოლისთვის მოსამზადებლად დრო არ ქონდა? ახალგაზრდავ, იცოდი რომ დაგვიანება კარგი არ არის? ბოდის გიხდით ბატონო არჩი, მთელი ღამე ტანკებს თამაშობდი და ძლივს გამეღვიძა. ტანკებს თამაშობდი? კი, თქვენი რჩევით. თამაშმა მე ძალიან შემithრია. დაჯექი. ლეო, რიკოშეტით თამაში ჯობია თუ ცეცხლყორცნით? ეს თამაშის სტილზეა დამოკიდებული. რიკოშეტი დახურულ სივრცეებში კარგია. შევნიშნე რომ თუ ზუსტად არ მოარტყამ, მაშინ დიდი ზიანი არ მოაქვს და ცეცხლყორცნი ძლიერია. ეთანხმები, ცეცხლყორცნი ტანკებს წვავს თუ ახლოს მიხვალ. შეგვიძლია გაკვეთილზე გადავიდეთ? ამელკა, ტანკების საწინააღმდეგო რამე გააქვს? გუშინ თავად თქვი რომ ეს უგუნურების სულადური თამაშია. გოგოები ძალიან ბევრს ლაპარაკობენ. შენს ასე ფიქრობ, ლეო? შეიძლება ტანკებზე ცუდი რამე თქვა საერთოდ? თუ საუბარი არ გინდათ, გადაშალეთ 65 გვერდზე და ამოხსენით ამოცანები. ეს თქვენი ტესტია. ჯანდაბა, ოღონდ ეს ტესტი არა. ლეო, წერა არ გჭირდება. ვიცით რომ ემზადებოდი, ჯობია მოხვიდე და დამეხმარო. ეს ნახე? კარგი, თითქოს ლეოც იდიოტი გახდა. ლეო ძალიან პატარა არის ჯერ ამისთვის. მოიცა, გონი ეს მასწავლებელისგან გადაედო მას. რა? ამელკა, ეს შეუძლებელია ხდებოდეს. ეს დაავადება არ არის. რა არის ეს? ისე, კარგი, ეს უფრო სულის მდგომარეობაა. თუ ასე გაგრძელდა, სასწრაფოდ რაღაც უნდა გაკეთდეს. არ მინდა რომ ჩემი მეგობარი ასეთი იყოს. კარგი. ტესტის დაწერა გინდა თუ ჩვენთან ერთად ჩიფსების და გაზიანის სასმელების დალევა? გაკვეთილზე ჭამა? ეს რაღაც ახალია. ჩემთან მოსულა? მოდით უბრალოდ დამშვიდდეთ და ვჭამოთ. თუ ამ ყველაფერს ვერ შეჭამ, გამონაყარი გაგიჩნდება. შენ რაც გინდა ის გააკეთე, მე კი ვისწავლი. რა სულელი ხარ? სწავლა რატომ გჭირდება? რა სულელური შეკითხვებია ეს? ასერ განვიხილეთ ეს? მინდა სწავლა და ნორმალური სამსახური მქონდეს. მეც. როგორი სამსახური გინდა გქონდეს? მინდა მსახიობი გავხდე. კარგი, და ლაბორატორიაში მინდა მუშაობა. ო, ლაბორატორია კარგია, მაგრამ მსახიობობა ისეთია. რატომ მომბობ ამას? ლაბორატორიის ასისტენტს ქარხანაში აფასებენ, მაგრამ მსახიობთას რა სარგებლობა მოაქვს საერთოდ? არ მინდა ქარხანაში მუშაობა. მინდა სამეცნიერო აღმოჩენები გავაკეთო. რას ხვდები ამ ცხოვრებაში? ქარხანაში ნამდვილი სამუშაოა და ხალხისთვის სარგებელი მოაქვს. იქ იდეალურია. კი. მაშინ რატომ მუშაობ მასწავლებლად? იმიტომ რომ გასწავლოთ რომ ქარხანაში მუშაობა საუკეთესო რამეა ახალგაზრდათაობისთვის. როცა გავიზრდები, მე აუცილებლად ვიმუშავებ ქარხანაში. შენ გინდოდა რბოლელი გამხდარიყავი. ეს უბრალოდ სულელური ოცნებებია. რეალისტები უნდა იყოთ. აი, ყოჩახ, ლეო, შესანიშნავი მასწავლებელი ხარ. ნეტავ ყველა გაკვეთილი შენთან ერთად გქონდეს და ამის გაკეთება შეიძლება დირექტორთან მივალ და ვკითხავ. ლეო, კარგი, რა გჭირს? ჩემზე რას ამბობ? კარგად ვარ. მოიცა, შეხედე შენ თავს, სრულიად გაგიჟდი. უბრალოდ აზრები შევიცვალე. მართლა გონია რომ ქარხანაში მუშაობა და ტანკებზე თამაში მაგარია? უბრალოდ გადავიფიქრე. კი, რატომ უნდა დაძაბო თავი და რატომ უნდა ეცადო თუ არაფერი არ გამოგივა? კი.
ამელკა, რასაკეთებ? ვამოწმებ თუ როგორ დაიფიცირდი. დამანებეთ თავი, არაფრით არ ვარ ინფიცირებული. ლეო, გაიღვიძე, ჰიპნოზის ქვეშ ხარ. კარგი ჯდი, ახლა ხან მოვისმინე მასწავლებლის სასარგებლო რჩევა. იგი სულ სასარგებლო რჩევებს იძლევა ხოლმე. თქვენც უნდა მოусმინოთ. ეს გაკვეთილი როგორც იქნა დასრულდა. წავიდეთ, ჯინი. კარგი, ლეოს არც დაკვენები და არც ინექციები აქვს, ასე რომ ის სხვა გზით დაინფიცირდა. ამელკა, დამშვიდდი უკვე. არ ამგონია რამეთი იყოს დაინფიცირებული. გონია რომ ჰიპნოზის ქვეშა? არა. გონი ეს თავად გადაწყვიტა მან. გადაწყვიტა რომ ასეთი იყოს. ის 30 წლისაც არ არის. ფიქრობ, ლეოს გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ. კარგი, არ მჯერა რომ ამას ამბობ. ხედავ, ამელკა, თუ ადამიანი ესეთია, მას ვერაფერს ვერ დაუმტკიცებ. გწყურია? არა, მადლობა. გოგოებო, კარგი, ბატონი არჩი და მე ტანკების გუნდს ვკრივავთ. რა გუნდს? გუნდი რომ ერთად ვითამაშოთ. გინდათ რომ შემოგვიერთდეთ? ტანკებში დამორიცხულია რომ ეს მეოდესმე გავაკეთო და მე მინდა თქვენთან ერთად თამაში. ჯინი. ჯინი მაინც საკმარისი არის. შენ კი არა. ბატონ არჩის ვეთქვი რომ ახალი თანაგუნდელი გყავს. კარგი, ხვალ სკოლაში დაგვაგვიანდება. რუჭყიანი ტასაცმლით მოხვალ და ნაგვისურნასავით სუნი გექნება. დამშვიდი, მე ფრთხილად ვიქნები. მაინტერესებს რა უნდა ვქნა, როცა ასეთი გახდები? რა უნდა ვქნა? რა უნდა ვქნა? ამელკა, საკმარისია. უკვე მაბრაზებ ამ სისულელით. კარგი, არაფერი საშინელი არ მოხდება და პანიკაში ხარ. რაკენი ჯინისთან იჭხუბე? როგორ გამოიცანი? რა გაკვეთილი გვაქვს ახლა? ისტორია. ისევ შე, ახლა ისტორია გვაქვს. დირექტორთან შეთანხმება დავდე რომ დღეს ყველა საგას მე გასწავლიდით. ყველა საგანი იცი? მეც დავდიოდი სკოლაში. მაგარია, საუკეთესო მასწავლებელი. კარგი, შეხედე რა ვიპოვე. ო, კარგი, სადიშოვე კონსოლი? დირექტორმა მომცა და მე მას შოკოლადების ხუთი მივეცი. შენ რა ის მოგწონს? არა, ახლა ხან ვნახე კონსოლი და გადავწყვიტე მეთხოვა. ვაუ, დირექტორიც კი მხარს უჭერს ამას. იქნებ ახლა სკოლა შეიცვალა და რაღაც მე არ ვიცი? ამელკა, მოკეტე. კარგი, სინამდვილეში ეს სწავლისთვის განკუთვნილი ტელევიზორია. კარგი, და დირექტორს უთხარი რომ სწავლისადმი ახალი მიდგომა მაქვს. და მან დაგიჯერა? როგორ ჩანს, მას უბრალოდ მოსწონს იგი. ამიტომაც კი. კარგი, ვის უნდა ჩემთან ჭუბი? მე, დაჯექი, ახლა მე შენ მოგიგებ. აუ! ახლა მოგკლავ, არ მომკლავ. ჩავარდი. ახლა მიიღებ ჩემგან. ეს შენც არ გაწუხებს? კარგი, არა უშავს, ცოტას თუ ითამაშებენ. უკეთესი იქნებოდა ვასილი პეტროვიჩი დარჩენილიყო, ვიდრე ეს. კი, გაიმარჯვე. დავიღალე, ასეთი თამაშების დროს გაზიანი სასმელების დალევაც კი არ შეიძლება. კი, მაგრამ აქ ტანკები არ არის. რა სამწუხაროა. კარგი, შეგვიძლია კომპიუტერული მეცნიერებების ოთახში ლეპტოპი ავიღოთ. მართალია. ვერ წყვეთ თამაშს? მოდი სხვა რამე გავაკეთოთ. მაგალითად? გინდა მამაკაცის მოდურ ტანსაცმელში გამოეწყო? იქნებ შენთვის რამე აირჩიო. მოდა, როგორი ნორმალური ბიჭია საერთოდ დაინტერესებული ამით? გუშინ წინ უახლესი კოლექციის მოდური პერანგი ეცვა. მაგრამ დღეს არა, ვიხდი რომ ტანსაცმელში ფულის დახარჯვა სისულელია, უმჯობესია სასმელები და ჩიფსები იყიდო. ბატონი არჩი, მართალია. არ არის აუცილებელი ყველაზე ძვირადღირებული იყიდო. კარგად უნდა გამოიყურებოდე. სკოლა არ არის მოდური პოდიუმი, არამედ სწავლის ადგილია. მაგრამ ჩვენ არ ვსწავლობთ, თამაშობთ, ლაპარაკობთ და ვჭამთ. ამილკა, დამშვიდი, ის შე კიდევ მასწავლებელია. შეუძლია ორიანი დაგიწეროს. უცებ ავტოფარეხის ყიდვა მომინდა. გინდა მანქანა აიხიდო და ისევ ბრბოლედი გახდე? ყველა ბიჭი უბრალოდ ავტოფარეხში იკრიბება დასასვენებლად. ლეო, მართალს ამბობ, მე მაქვს ავტოფარეხი. არ მითხრა რომ სკოლის ნაცვლად ავტოფარეხში მივდივართ სასწავლებლად. რა მოსაწყენი თაობაა დღეს. წარსულში ბავშვები სკოლიდან გარბოდნენ და ავტოფარეხის მიღმა ტრიალებდნენ. ასეთი დრო იყო. თქვენს დროს ეს კარგი იყო? შენ არ ერთობი, არამედ სწავლაზე და მომავალზე ფიქრობ და მე მომავალზე არ ფიქრობ. ქარხანაში შეგიძლია იყო ნებისმიერი. სწორია, მოусმინეთ ლეოს, წიგნები არ წაიკითხოთ. ისინი არაფერს გასწავლიან. ლეო, ლეპტოპები ავიღოთ. წავიდეთ. კარგი, ამელკა, მართალი ხარ. ასეთი მასწავლებელი კარგს ვერაფერს გასწავლის. კარგი, როგორც იქნა მიხვდი, ლეო უნდა გადავარჩინოთ და მასწავლებელს ვუჩივლოთ. კარგი, და რას გვთავაზობ? ასე რომ, მომისმინე. კარგი, ახლა ვითამაშებთ. სად ხარ? კი. სად მიდიხარ? ნაპირზე უნდა გახვიდე შენ. მოიცა, მესვრიან.
გონი მე მოვკალი. არა, მე ძალიან სუფთა ვარ. ნუ იტყუები, ლეო. კარგი, და შემდეგ ჩვეულებრივ ტანსაცმელს ჩაგაცმევთ. კარგი, რა სჭირს ჩემ ტანსაცმელს? დავიღალეთ ამ სუნიანი ხალხის გარშემო ყოფნით. უფლება არ გაქვს, სიმართლეა, რაც მასწავლებელმა თქვა, ეჩვიანობთ. უშემეწინააღმდეგები. მარტო დამტოვეთ. აი, ასე რომ, შენ თვითონ გამოისვით ტანსაცმელს, ან ჩვენ გაგხდით. კარგი, მე თვითონ გავაკეთებ. უბრალოდ არ დამარტყათ. თქვენ მასწავლებელსაც გამოაცვლევინებ? რა თქმა უნდა, არა. შენი გადარწმუნება ადვილი არის. მასწავლებლის უფრო რთული იქნება. მე და ამელკამ გადავწყვიტეთ, რომ მის საწინააღმდეგოდ საჩივარს დავწერ. ყველამ მტკიცებულება გვაქვს. ის პროფესიონალი არ არის და მაშინვე სკოლიდან გააგდებენ. იქნებ ასე უხეშად არ უნდა მოიქცეთ? მინდა რომ მთელი სკოლა ასეთი გახდეს მასწავლებლის გამო? ეს მისი ბრალი არ არის. ვისი ბრალია? ვასილი პეტროვიჩის. ვასილი პეტროვიჩი ნამდვილად არ არის საუკეთესო მასწავლებელი, მაგრამ ყველაფერს მას თუ დავაბრალებთ. არა, მან ჩანაწერები ახალ მასწავლებელს დაუტოვა. რა ჩანაწერები არის ეს? არ მახსოვს, მაგრამ როგორც კი ავიღე, მაშინვე მომინდა ტანკების თამაში და გაზიანის სასმელების როგორც დალევა. ყოველთვის მართალი ხარ, როგორც ჩანს, ეს დაავადება. ასე რომ, ვიცოდი, ლეო, სად არის ახლა ეს მეული? არ ვიცი, ბატონ არჩისთან იყო. შეგვიძლია მას ვკითხოთ? ჯინი, წამოდი. ხო და დავინახე რომ ისევ ბატონო არჩი, დამანებეთ თავი, მნიშვნელოვანი თამაში მაქვს. შენ უბრალოდ გვიდოდა. ვასილი პეტროვიჩის რეული გვეთხოვა. ბლოკნოტი? ჩემს სახლშია. კარგი, და შეგიძლიათ წასაკითხად გამოგვიტანოთ? არა, გთხოვთ. ახლა არ წამოვალ მას. მე მას თავიდან არ ვიშორებ. ძილის წინ ვკითხულობ. გასაგებია. გოგოებო, ფული ხომ არ გაქვთ ტანკისთვის? აქ ისეთი მაგარი ტანკია. მინდა რომ ვიყიდო. ეს ფულის ფანგვა არ არის? ეს ფულის ფანგო სულაც არ არის. კარგი, უნდა წავიდეთ. კარგი, ბლოკნოტი გააქვს? არა, ეს მასწავლებლის სახლშია. აო, არა, ახლა სამუდამოდ იდიოტი ვიქნები? კარგი, რვეული ნებისმიერ ფასად უნდა მივიღოთ. ასე რომ, იდეა მაქვს. სკოლაში გაკვეთილების შემდეგ შემხვდი. გაჩერდი. რატომ? ბატონ არჩის გავყვებით და გავარკვევთ საცხოვრობს. მე მეშინია, ნუ გეშინია, წავიდეთ. მასწავლებლის სახლში ჩუმად შევედით. ეს საერთოდ კანონიერია? დავშვიდი, ჩვენ აქ კეთილი საქმეების გასაკეთებლად მოვედით. დარწმუნებული ხარ, რომ სცინავს? ახლავე შევამოწმებთ. ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული. ეს არის? დიახ, ეს ვასილი პეტროვიჩის რეულია. დავასრულოთ ეს. დახიე. ფუ, მართლა ასეთი სუნი მაქვს? ფუ, რატომ გავარ იდიოტს? თავი უნდა მოვიწესრიგო. შესრულებულია. ეს წევდა გაჩერდა. მეგობრებო, აბა რა სიტყვით? თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, აუცილებლად დაალაიკეთ და გამბოიწერეთ ჩვენი არხი. ნახვამდის ყველას! ახლა კი როგორმე მასწავლებლის სახლიდან უნდა გავიდეთ. ო, შეუმჩნევლად. ო. ნახვამდის.